საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გასული წელი შეაჯამა 2014 წლის საანგარიშო სესიის დღის წესრიგში 6 საკითხი იყო. დღის წესრიგში პირველ ნომრად გამოტანილი იყო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა მოხსენება გააკეთა და მისი განცხადებით გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მზადება ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანიას დაესწრო. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს აი ამ ჯილდოსთვის. საორგანიზაციო კომიტეტმა გააკეთა ინფორმაცია გასული წლის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის სესიის წინაშე, გაეცა დასმულ კითხვებს პასუხი, თვითონ მზადების პროცესი მიმდინარეობს გეგმაგრაფიკით. ესეთი მაღალი რანგის ღონისძიება არ ჩატარებულა საქართველოში და ესეთი მასშტაბური, ამიტომ გვინდა რომ შევხვდეთ რაც შეიძლება კარგად. ყველაფერი რეისთვის არის და მე ვიდა კიდევ თქვა რომ კარგად მიდის ყველაფერი. 2015 წლის ბიუჯეტში უკვე ავსახეთ 28 მილიონი ლარი შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების და სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლად. იმედია ზამთრის პერიოდი არ შეგვიძლია არსებითად ხელს და გაზაფხულზე დასრულდება ყველა ის ობიექტი, რომელიც აუცილებელია ოლიმპიადის ღირსეულად ჩასატარებლად.